ჩემს წინა ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ ვაგრძელებ და ამჯერად ვისაუბრებ გენეტიკური კოდის გავრცელებაზე მთელს მსოფლიოში. რაც მთავარია ბოლომდე მომისმინე. რატომ? იმიტომ რომ ამ სიაში არის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ნამდვილად არ ელოდებოდი აქ. სანამ საუბარს დავიწყებ, მანამდე მინდა ურჩიო ყველა ათეისტს, ნუ ნახავთ ამ ვიდეოს და დარჩით იქ, სადაც ხართ, ანუ დარვინის სექტაში. მოდი დავიწყოთ. გენეტიკური კოდი იაფეტის ვაჟის მესეხის შთამომავლობის ხაზია. გადმოცემით ის თუბალის ტყუპი ძმა იყო და ამ ორი ძმის შვილები ვართ ქართველები. ანუ ქართველები ვართ G და L გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანები. რაც შეეხება ჩამონათვალს. პირველ ადგილზეა და სიას ხსნის საქართველოს 8%-ით. სამწუხაროდ ქართველებში ეს გენი ძალიან შემცირებულია, იმიტომ რომ L გენეტიკური კოდის მატარებელი ქართველები ძირითადად სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ და მტრისგან პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდნენ. ამას დაემატა მესხების, როგორც ქართული ტომის ლამის გაქრობა, ასევე ლაზების ასიმილაცია თურქულ გარემოში, ასევე ტყვეთას ყიდვა და ქართველების გაფანტვა ლამის მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უახლესი მონაცემებით L გენეტიკური კოდი მაინც დომინანტია ლაზებში 30%-ით. ამ სიაში მეორე ადგილზეა ირანი 7%-ით. რთული გამოსაცნობი არაა, რატომ არის ირანში G და L გენეტიკური კოდი დიდი რაოდენობით. ეს ყველაფერი ქართველების მრავალგზის გადასახლებას მოყვა. ასევე ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ლურები, იგივე კასიტები, რომლებიც არიან კასკები, ანუ კოლხები და კოლხებში G და L გენეტიკური კოდი დიდი რაოდენობით იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ კოლხები ვართ ქართველები. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6%-ით. ამ ყველაფერს ახსნა არ ჭირდება, იმიტომ რომ დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს შემადგენლობაში და იქ ცხოვრობდნენ მათ შორის კოლხური ტომები. ასევე არის ეჭვი, რომ ჰერელები არიან კოლხები წარმოშობით. ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არიან ლეზგინები და ლეზგინებზე მე მომისმენია, რომ ისინი არიან პანონიელები, იგივე პელაზგები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ავარებმა გადმოასახლეს ევროპიდან. აი ასეთი საინტერესო და იდუმალია ჩვენი ისტორია. მეოთხე ადგილზეა ავღანეთი 5%-ით. ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ კალაშები და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ასევე რამდენიმე ქართველური ტომი, რომელთა უმეტესობა დიდი ალბათობით ალანების გადასახლებულია ამ ტერიტორიაზე. მეხუთე ადგილზეა სომხეთი 4%-ით. ამ ყველაფერს არ ჭირდება განვრცობა. სომხური ტომი ჰემშინები საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან სომხებთან და ისინი გენეტიკურად ქართველები არიან. ამ ყველაფრის გავლენის გამო სომხეთში G და L გენეტიკური კოდი დიდი რაოდენობითაა. მეექვსე ადგილზეა თურქეთი 4%-ით. ძირითადად ამ ყველაფერს განსაზღვრავს ლაზები და მესხები. მეშვიდე ადგილზეა ინდოეთი 3%-ით. ვიღაცისთვის 3% შეიძლება მცირე რიცხვი იყოს, მაგრამ ინდოეთი, რომლის მოსახლეობა ლამის 2 მილიარდია და აქედან 1 მილიარდი მამაკაცია, 3% საკმაოდ დიდი ციფრია. ინდოეთის ტერიტორიაზე ცხოვრები გუჯარები, სინდები არიან ქართველური ტომები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დიდი ალბათობით ასევე ალანების გადასახლებულია. ალანები არ გეგონოთ თქვენ ოსები, ალანები სხვა ხალხია, ოსები არიან დვალები და სვანები. მერვე ადგილზეა პაკისტანი ასევე 3%-ით. პაკისტანშიც დაახლოებით იგივე სიტუაცია, აქ სინდების, ბალუჩების და გუჯარების გავლენაა. მეცხრე ადგილზეა ისრაელი 3%-ით. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ქალდეველთა დამსახურებაა. მეათე ადგილზეა ლიბანი ასევე 3%-ით. მე-11 ადგილზეა უზბეკეთი 3%-ით, აქ ავღანეთის გავლენაა. მე-12 ადგილზეა იტალია 3%-ით. ეტრუსკების, იგივე ტიროლელების გავლენაა. მე-13 ადგილზეა კვიპროსი 2%-ით. ბევრად მეტი უნდა იყოს რომარა, კიმერიელი, ბერძნების შემოსევა ამ ტერიტორიებზე, სადაც ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველები. მე-14 ადგილზეა ერაყი 2%-ით. ამ ყველაფერზე გავლენა მოახდინა ლურებმა, ასევე ქართველების იძულებით გადასახლებამ ამ ტერიტორიაზე. მე-15 ადგილზეა ეთიოპია 1%-ით. თუ ჰეროდოტეს დაუჯერებთ, ეთიოპიელები იყვნენ პელაზგები. ამ სიაში რომელი ქვეყნის მოხვედრა გაგიკვირდათ ყველაზე მეტად? მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, ვისაც ჩვენი სისხლი და ხორცი აქვს, თუმცა სამწუხაროდ მათგან ძალიან ცოტამ თუ იცის თავისი ფესვების შესახებ. ეს ყველაფერი კი ჩვენი
ქვეყნისა და ეთნოსის მიერ გამოვლილი ხშირად ეკლიანი წარსულის შედეგია. თუმცა წარსულზე წუწუნი არაფერს მოგცემს. წინ დიდი გზა გვაქვს და მთავარი მიზანიც ესაა. თითოეული ქართველი დავაბრუნოთ სახლში, სამშობლოში, ანუ საქართველოში. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.